3 წლიანი ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა, Netflix-მა ოფიციალურად გამოაცხადა One Piece-ის რიმეიკის გამოსვლის თარიღი. და ასევე სხვა დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, რამდენი სერია იქნება, ვინ იქნებიან ანიმატორები, რეჟისორები და დიზაინერები. მოკლედ, ანიმე გამოდის 2027 წლის თებერვალში და მთლიანობაში იქნება 7 სერია, ეს 7 სერია 300 წუთის ხანგრძლივობისა იქნება. ანუ საშუალოდ თითო სერია იქნება 40-42 წუთი და გაგრძელდება ბარატიეს არკამდე. არლონ პარკი პირველ სეზონში არ იქნება და ზოროს და მიჰოკის ბრძოლაზე დამთავრდება გარანტირებულად. ასევე როგორც Netflix-ი აკეთებს ხოლმე ამას სხვა შოუებისთვის, ყველა სერია, ანუ 7 სერია ერთიანად დაიდება. თუ ამ ტემპს მიყვებიან, ორიგინალ ანიმეზე ორჯერ უფრო სწრაფი იქნება. ყველა მიცის, რომ One Piece ანიმესთან ყველაზე დიდი პრობლემა არის ტემპი, ანუ ფეისინგი, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან გაწერილია სერიები და ბევრი არასაჭირო ფიდერის სცენებია ჩამატებული. თუმცა კი ტემპის მხრივ რეალური პრობლემა One Piece ანიმეში დაიწყო სადღაც პირველი 100 სერიის მერე. ანუ პირველი 100 სერიის განმავლობაში ადაპტირებული იყო ერთ სერიაში მანგის 2 თავი, მაგრამ სადღაც ალაბასტას არკიდან, დრამაილენდის არკიდან მოყოლებული დაიწყეს ადაპტირება ერთ სერიაში ერთი თავისა და ვანოს არკიდან მოყოლებული იყო ადაპტაცია 3 თავიდან 2 სერია. ამ ტემპს თუ მიყვება ანიმე, ორიგინალ ანიმეზე ორჯერ უფრო მოკლე იქნება, მაგრამ ჩემი ვარაუდი არის, რომ ალაბასტას არკიდან საგიდან მოყოლებული შეიძლება დაიწყონ 3-ჯერ უფრო ჩქარი ტემპით ადაპტირება მანგისა. თრეილერს რაც შეეხება, უშუალოდ თრეილერი არ უჩვენებიათ, მხოლოდ კონცეპტ არტი აჩვენეს და განცხადება გააკეთეს, მაგრამ ჩემი ვარაუდით 22 აგვისტოს გამოვა თრეილერი. იმიტომ რომ 22 აგვისტოს არის იაპონიაში One Piece-ის დღე და უშუალოდ ეს განცხადებაც გააკეთეს ლუფის დაბადების დღეზე და პლუს ადრეც გაუკეთებიათ მსგავსი რამ live action-ში ვინ იყო ეის მსახიობი გამოაცხადეს დონატების დღეზე, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ. ხოლო რაც შეეხება უშუალოდ ანიმატორებს და სტუდიოს, რომელიც ამ რიმეიქსზე იმუშავებენ. სტუდიო არის Wii Studio, რომლის გაკეთებულიც არის ტიტანების შეტევის პირველი 3 სეზონი. უფრო მეტიც, რეჟისორიც ასევე არის ტიტანების შეტევის მასაში კოიზუკა, რომელსაც ასევე ნამუშევარი აქვს 2 სხვა ანიმეზე, Robotniks და Moonrise. სამწუხაროდ ამ ორიდან არც ნაყურები არ მაქვს და ვერ ვიტყვი რამდენად კარგი ანიმეებია, მაგრამ ტიტანების შეტევას ყველას ნაყურები ექნება და გოცნობა რამდენად კარგი ანიმეა. ასევე Wii Studios გაკეთებულია Vinland Saga-ის პირველი სეზონი და ანიმე Vivi. დამხმარე, ანუ ასისტენტი რეჟისორი არის ჰიდეაკი აბე, რომელსაც ნამუშევარი აქვს კი ანიმატორად Jujutsu Kaisen-ზე, საგმერო აკადემიაზე და საგმერო აკადემიის 2 ფილმზე, აქვს რამდენიმე ანიმაცია გაკეთებული და ასევე რეჟისორად აქვს ნამუშევარი Jujutsu Kaisen-ის 1 სერიაზე და იაპონია იძირება მაგ ანიმეს 1 სერიაზე, რომელსაც საკმაოდ ბევრი პოზიტიური მსმენია. მარტივად რო ვთქვათ, ასისტენტ რეჟისორისთვის ძალიან კარგი რეზიუმე აქვს. პროდიუსერი არის ტაკუ კიშიმოტო, რომელიც არის ასევე თანაავტორი და თანაშემქმნელი ბუჩიგირის ანიმეს. პერსონაჟების დიზაინერები არიან კიოჩი ასანო და ტაკეტოში ჰონდა. ამათგან კიოჩი ასანოს ნამუშევარი აქვს ტიტანების შეტევის და Spy Family-ის ჯაშუში ოჯახის ანიმე და ასევე უამრავ სხვა ანიმეზე, როგორც Chief Animation Director და დიზაინერს, ხოლო ტაკეტოში ჰონდას ნამუშევარი აქვს ინსპექტორის ანიმეზე და ასევე სხვა მრავალ შოუზე. თავისთავად ეს ორნი არიან ასევე Chief Animation Director, ანიმაციის რეჟისორები, რომელსაც რაიმე უზუსტობების და ხარვეზების შესწორება ევალებათ ანიმაციაში და ნახატებში. ცხოველების და არსებების დიზაინერი არის იოში ჰანო კაჯუნო, რომელსაც ნამუშევარი აქვს Batman Under the Red Hood ამ მულტფილმზე, როგორც key animators და ასევე ანიმეზე, რომელიც გავახსენე, Inspector. ხოლო ნივთების props დიზაინერი არის ერი ტაგუჩი, რომელსაც ნამუშევარი აქვს key ანიმატორად ბორუტოს, Jujutsu Kaisen-ის, ტაკობის Original Sin და სხვა ანიმეებზე. ანიმატორებს რაც შეეხება, 2 key ანიმატორი, უფრო კონკრეტულად action ანიმატორი, კენ იმაზუმი და შუჰეი ფუკუდა. ამ 2 ანიმატორის სახელი რატომღაც ცალკეა გამოყოფილი და ეს უცნაურია იმ ვარიანტში, რომ ანიმაციაზე, action ანიმაციაზე იქნება და სხვა ანიმაცია, ძალიან ბევრი ანიმატორი მუშაობს ხოლმე, 2-ზე ბევრად მეტი. აქ ჩავართავ მათ ანიმაციებს. ერთის მხრივ შეიძლება 2 ყველაზე მნიშვნელოვანი ანიმატორი ვინ ყავდათ იმათი სახელები თქვეს და გამოაცხადეს, ან დიდი შანსია, რომ იმდენად დიდი დრო აქვს და იმდენად კარგი პირობები აქვს, რომ მთელი 7 სერიისთვის action სცენებში მარტო 2 key ანიმატორი ეყოლებათ და ალბათ სადღაც 15-20 in between ანიმატორი, რა შემთხვევაც იყო Jujutsu Kaisen-ის მესამე სეზონის მერვე სერიაზე.
და ამ ყველაფერზე მოკლედ რომ ჩამოვაყალიბოთ ჩემი აზრი, თუ მართლა ორი ანიმატორი ეყოლებათ და დარჩენილი მხოლოდ in-between ანიმატორები, ეს ნიშნავს, რომ არაჩვეულებრივი პირობები აქვთ მთელი ანიმესთვის და არ არის ნაჩქარევად გაკეთებული და ანიმაცია იქნება არაჩვეულებრივი. ოკეი? თუ ამდენად დარწმუნებულები არიან თავიანთ უნარებში. ასევე ფაქტი, რომ ცალკე დიზაინერები ყავთ პერსონაჟებისთვის, ცხოველებისთვის, არსებებისთვის და არა მხოლოდ ამათვის, ასევე ნივთებისთვისაც კი ცალკე დიზაინებს აკეთებენ. ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ Netflix-ისთვის წარმოუდგენლად დიდი და მნიშვნელოვანი პროექტია ეს რიმეიკი. გარდა ამისა, სხვა ვიდეოში რაც ვახსენე, რა შეიძლება იყოს მეთქი cutting edge ტექნოლოგია. და ეხლა რომ ფიქრდები, შეიძლება გულისხმობენ, როგორც ვთქვი, 3D ფონების გამოყენებას ან 3D ანიმაციის გამოყენებას, რომ 2D ანიმაციის გაკეთება გაადვილოთ, იმიტომ რომ ეს ნაჩვენებიც იყო და თქვეს, როდესაც პირველი პივი გამოვიდა და პირველად ინფორმაცია გამოვიდა რიმეიკის შესახებ, ნაჩვენები იყო, რომ 3D ფონებს იყენებდნენ და დარწმუნებული ვარ, თუ CGI-ს გამოიყენებენ, ამაზე პრობლემა არანაირად არ ექნებათ, იმიტომ რომ ტიტანებზე შეტევის უმეტესობა სცენაში, ყოველ შემთხვევაში ნებისმიერ ექშენ სცენაში, რაც გინახავთ პირველ 3 სეზონში, ფონებზე CGI იყო გამოყენებული, ფონები CGI-ით იყო გაკეთებული და ეს მეუჭება ვინმე შეემჩნია. მე პირადად არ შემჩნევი თავის დროს როცა უყურებდი. მარტივად რომ ვთქვათ, ყველანაირად პოზიტიური მოლოდინები მაქვს და მადლობელი ვიქნები თუ არხს გამოიწერთ და ეგ თქვენთვისაც პოზიტიური იქნება, იმიტომ რომ 1000 ფოლოვერზე One Piece-ის მანგის მე ასე ვალიუმს გავათამაშებ. გაითვალისწინეთ.